მე-16 ახალი ღვინის ფესტივალი გვაქვს. წარმოდგენილი არის სხვადასხვა რეგიონის 155 ღვინის კომპანია და მცირე მარანი. ახალი ღვინის ფესტივალი, როგორც ყოველთვის, ტრადიციულად იხსნება შერჩეული ღვინით. წელს შეირჩა ერთ-ერთი ქართლის ჯიში, რომელიც იყო დანახარული. ძალიან მზიანი დღე არის, ველოდებით ბევრ სტუმარს. მოსულ სტუმარს დახვდება მრავალფეროვანი ჯიშები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და დახვდებათ ასევე კარგი გარემო, ბედნიერი ხალხი და კარგი მუსიკა. გამარჯობათ, ჩვენ ვართ კაპიტოს მარანი. ვაწარმოებთ შვიდი სახეობის ღვინოს. ჩვენი მიმართულება არის ქართლის იშვიათი ჯიშები. წლევანდელი ფესტივალი 2025 ახალი ღვინის ფესტივალი გაიხსნა ჩვენი ღვინოთი დანახარული ქვევრი, რომელიც დაყენებულია ტრადიციული მეთოდით. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ახალი ღვინის ფესტივალი არის ძალიან დიდი ბიძგი მცირე მარანების პოპულარიზაციისთვის. და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამისთვის ღვინის კლუბს. მოგესალმები, წარმოვადგენ მარან ნაფერს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფესტივალში მონაწილეობა, რადგანაც ეს ფესტივალი გვეხმარება სხვადასხვა ექსპორტიორების მოძებნაში. ჩვენი მარანი მდებარეობს მცხეთის რაიონში, სოფელ ნავაში. გვაქვს სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინოები, რქაწითელი, გორული მწვანე, საფერავი, როგორც ქართული, ასევე გვაქვს კახური ჯიშის ღვინოები. მე გახლავართ მიშა დოლიძე მარანი კასრელიდან. ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობას ვიღებთ 6 წელია. ყოველ წელს დიდი სიამოვნებით ამოვდივართ თაწმინდაზე. უზიარებთ ჩვენ კოლეგებს, ჩვენ ღვინოებს, ასევე მივირთმევთ მათ ნახელავს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რეალურად აქ არის ამის შესაძლებლობა, რომ მეღვინეებმა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი ნამუშევარი, ეს გარკვეულ სტანდარტსაც აწესებს ხარისხის და გემოვნების და ამიტომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ძალიან გვიყვარს ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობა. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი მოქალაქეები, ასევე სხვა ადამიანები, სხვა ქვეყნებიდან და სხვა ქალაქებიდან მობრძანდებიან და სინჯავენ ჩვენ ღვინოს. ეს ბუნებრივია, მოქმედებს იმაზეც, რომ გაიზარდოს ცნობადობა და საბოლოო ჯამში ეს ბიზნესში ძალიან გვეხმარება. ისე რომ ერთ-ერთი ან შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინის მოვლენა ამ ქვეყანაში ახალი ღვინის ფესტივალი.